რომელიც არის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც პირადად ესწრებოდა არჩევნების პროცესს, ასევე გენდივანის მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში პორტოს დეკლარაციაში გაკრიტიკებული იყო საქართველოში ჩატარებული არჩევნები. როგორც შეაფასებთ ერთი მხრივ დადებითი შეფასებებს და მეორე მხრივ კრიტიკულ დეკლარაციას, რომელიც იყო მიღებული ხომბარ ხედავთ აქ ჯორჯისონის გვარს. ზოგადად მნიშვნელოვანი ასამბლეა იყო და ნახა მთელმა მოსახლეობამ, მათ შორის ეუთოს გენერალ მდივნის განცხადებები, რომელიც შეეხებოდა არჩევნებს, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველანაირ სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ, როცა ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, რომ არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელი და ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის ასე ვთქვათ გადამწყვეტი არჩევნების შეფასებისას. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს, ითქვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას და ყველამ იმავე მომენტში დაიწყო ეუთოს ოდირის გადგვერდზე გაწია და დაიწყეს ასე ვთქვათ საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. აი გავიდა რამდენიმე თვე და გენერალ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და რომ მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასე რომ წერტილი დაუსვა ბრიუსელის საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ აქ არის ხო ეუთო ოდირი უნდათ, აგერ ეუთო, აგერ ეუთოს გენერალური მდივანი და აგერ მისი განცხადება, რომელიც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. ასე რომ ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, გვახსენდება სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა მინისტრების თუ პარლამენტების განცხადებები, რომელსაც ერთი განმარტებით წერტილი დაუსვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა და ამხილა ისინი პოლიტიკურ ანგაჟირებაში. რაც შეეხება თავად უმსვლელობას და რეზოლუციას, ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ტექსტში ჯო ვილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარწინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ასამბლეა, როგორც ასე ვთქვათ საპარლამენტო ნაწილი ეუთოსი, ხშირად გამოიყენება ასეთ დროს გამოიყენება პოლიტიკური ინტრიგებისთვის და ასეც უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ჩვენთვის გადამწყვეტი არის ეუთოს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს გენერალური მდივანი, რაც შეეხება სხვადასხვა დელეგაციების მცდელობებს, ეს სხვა საკითხია და ერთი რამე უნდა აღინიშნოს სინანულით. ამ ჯო ვილსონის ამ დამატებას თანაავტორები იყო მათ შორის უკრაინის დელეგაცია. აი რამდენად ძიმეა ხო ამის ხურება, მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ რა მხარდაჭერაც აჩვენა უკრაინის ხალხის მიმართ, აი ხა ფაქტობრივად ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართული საზოგადოებისთვის, როდესაც უკრაინა, რომელსაც თავად ეგზისტენციალური საკითხები უდგას, ომშია და იცლის იმისთვის, რომ ქართულ ხალხს გამოუთხაროს ძირი. სამარცხვინოა უბრალოდ ასეთი საქციელი უკრაინის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციისა და რა თქმა უნდა ჩვენ აი სხვა დროსაც მithქვამს, ეს ომი დამთავრდება და ბევრი განმარტების მოცემა მოუწევს ქართული ხალხისთვის, უკრაინის პოლიტიკურ ელიტას იმ ქცევისთვის, რომელსაც საქართველოს საზოგადოება ხედავდა მათი მხრიდან ჩვენი გვერდში დგომის, ჩვენი მხარდაჭერის საპასუხოდ. 600-ზე მეტ სხვადასხვა რეზოლუციას მხარი დაუჭირეთ უკრაინასთან დაკავშირებით. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შევიტანეთ განაცხადი, მოლდოვა, რომლის თანაავტორიც არ იყო, ჩვენ ვიყავით თანაავტორი. და ამის საპასუხოდ ხედავთ იმას, რომ სხვადასხვა ფორუმებზე ეუთო და პასეშიც ასევე გამოირჩევა უკრაინის დელეგაცია, ცდილობენ დააზიანონ ქართველები. დღესაც უკრაინელი ტოლვილები არიან ჩვენთან, მივიღეთ უკრაინელი ოჯახები, ბავშვები, ჩვენ ვიყავით ლამის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინულ ენაზე შესთავაზა სასკოლო განათლების ასე ვთქვათ ბავშვებს შესაძლებლობები და რას ვიღებთ ამის პასუხად, რომ დარბიან დერეფნებში იმისთვის, რომ რაიმენაირად დააზიანონ ქართველი ხალხი. ეს არის პასუხი იმ მეგობრობაზე, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ უკრაინელ ხალხს, ეს არის
პირდაპირ ღალატი უკრაინის პოლიტიკური აი ამ ჯგუფებისა, უკრაინელი ხალხის ინტერესების ღალატი, როდესაც თავს ესხმიან ქართულ ხალხს აი ამ მართლაც და არამეგობრული ქცევით სხვადასხვა ფორუმებში. უნდა გკითხოთ, რას დაუჭირა ეუთოში ქართულმა დელეგაციამ ხარი, რა დოკუმენტებს, იმიტომ რომ ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, ამბობენ, რომ დაუჭირა რეზოლუციას ქართულმა არაფერს ხარი არ დაუჭერია. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენ მხარდაჭერებს, თუმცა თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი რატომ ერჩიან ასე ქართულ ხალხს რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ასე რომ ესეთი ცალკე ამბავი არის დეზინფორმაციას რო ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია რო დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არ დაშვება, თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომელიც ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ და მერე კიდე გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ ეს არის დღეს დეზინფორმაცია, მათ შორის დაფინანსებული არის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. ამ დოკუმენტში საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებზეც გამოქვეყნდა ყურადღება, რომ სირიის უკანასკნელი სამხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს, კიდევ ერთხელ თავისთავად დოკუმენტს მის პირველამდელ ვერსიას ქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილება შევიდა. აი ჯო ვილსონმა ხომ წერილი გაუგზავნა, როგორც მან თქვა სირიის ხელისუფლებას და რატომ ამ რეზოლუციაში ამ ტექსტებს არ აინიცირებდა, ნაცვლად ამისა საქართველოს დამაზიანებელ ტექსტებს წერდნენ, ხომ? და ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო და რომელიც გაითვალისწინა ტექსტის, ასე ვთქვათ, ავტორებმა გაითვალისწინეს და ამ მხრივ ეს ნაწილი ზოგადად რეზოლუციის ეს მთლიანად მეტნაკლებად მისაღები არის, რომ არა ეს ერთი წინადადება მავნებლური, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო ვილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ როდესაც ტყუილი იწერება პოლიტიკური ინტრიგებისთვის და სხვადასხვა დოკუმენტებში და ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ევროპარლამენტი ამაზე ყველაზე კარგი მაგალითია, რომელიც ცილისწამების ასე ვთქვათ, უკვე ცნობილ ავტორად იქცა თავისი რეზოლუციებით თუ პასეს დოკუმენტებში, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მხარდაჭერა არ იქნება. ამაზე გიპასუხეთ ზუსტად, რომ ჩვენი ინიციატივა იყო, რაც შეეხება ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხს და რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ყველას, რომ აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი, როგორც იცით, წელს გაეროში რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს ტოლობების დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავის არსით არის ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, წელს ყავდა რეკორდულად მაღალი რაოდენობა მხარდამჭერებისა, სპონსორებისა. ესეც არის ნაწილი ზუსტად ასე ვცდილობთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის გამოყენებით, რომ არავინ გადაუხვიოს არაღიარების პოლიტიკას და პირიქით, ვინც არაღიარებს ამ საერთაშორისო სამართლის ამ ძირითად პრინციპებს, დაუბრუნდეს ამ ძირითად პრინციპების აღიარებას. ეუთოს პოზიცია, რაც შეეხება გავლენიან ორგანიზაცია ეუთოს პოზიცია კაფიოდ წარმოადგინა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც თქვა, ეუთოს პოზიცია წარმოადგინა გენერალურმა მდივანმა, რომელიც ეყრდნობა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, აი რომ ვერ კითხულობენ რა წერია შინაარსი, გენერალურ მდივანი ხო კითხულობს მისმა მისიამ რა ანგარიში დაწერა. ეყრდნობა ამ ანგარიშს და განაცხადა, რომ
არჩევნების შედეგად ხელისუფლება მოქალაქეების ნება აისახა შედეგებზე და ოპოზიცია, რომელიც 40%-ით იყო წარმოდგენილი პარლამენტში და ამ მანდატებს არ ითვისებს, ოპოზიცია არღვევს დემოკრატიის პრინციპებს. ასე რომ ეუთოს პოზიცია წარმოდგენილია მისი გენერალური მდივნის პოზიცია, რომელიც წერტილი დაუსვა, მათ შორის ბრიუსელის სპეკულაციებს ამასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი კომისრები და მისი პრესმდივნები როაცხადენ, მათი პოზიცია გვაინტერესებს, დაასრულებენ თუ არა სპეკულაციას ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით, დაასრულებს თუ არა ბრიუსელი პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, დაასრულებს თუ არა ბრიუსელი ეუთო ოდირის დისკრედიტაციას. აი ეს არის კითხვა, რომელსაც კომისიამ თუ ევროკავშირის საელჩომ უნდა გასცეს პასუხი. ამ განცხადების შემდეგ მაინც დაასრულებს თუ არა ევროკავშირი, მისი საელჩო და მისი კომისია და სხვადასხვა ინსტიტუტები დაასრულებენ თუ არა ეუთო ოდირის დისკრედიტაციის ცდილობებს პოლიტიკას დაასრულებენ თუ არა ქართული დემოკრატიის ძირის გამოთვლის პოლიტიკას. რაც შეეხება საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, კიდევ ერთხელ ეს გახლავთ როგორც ევროპარლამენტი ან სხვა მსგავსი ორგანოები, სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები, რასაც ხედავთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში, ახლა ესტონეთის დელეგაციისგან, რა სიკეთესელით ეუთოს ასამბლეის ფორმატში ან ლიტვის დელეგაციისგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ, როდესაც აქვთ გაცხადებულად მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის და მისი დემოკრატიის მიმართ. ასე რომ ეს არის პოლიტიკური ინტრიგისთვის გამოყენება ამგვარი ასამბლეის და ნახეთ ზუსტად ანატომია როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ჯო ვილსონი, უკრაინის დელეგაცია, ბალტების დელეგაცია კიდევ ერთხელ შეკრეს პირი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ უკვე კვირები დარჩა მანამ ოფიციალურად გამოცხადება წინასაარჩევნო კამპანია. მე მგონი ეს სიცილო-ბიცილო უკვე უნდა დასრულდეს რაღაც მომენტში. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, ქართველი ხალხი ემზადება არჩევნებისთვის. არის მნიშვნელოვანი არჩევნები, იმიტომ რომ ადგილზე მოსახლეობამ უნდა აერჩიოს თავისი თვითმმართველობა, რომელმაც მისი ყოფითი ყოველდღიური საკითხები უნდა მოუგვაროს. რაც ეხება გზას, წყალს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურას, სპორტულს, საგანმანათლებლოს და ასე შემდეგ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და აერჩიოს ის ხალხი, რომელიც მათ ადგილობრივ საკითხებზე იზრუნებს. ამიტომ ჩვენ უყურებთ ამ საკითხს, ოპოზიციის ეს ნაწილი, ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში, ეს მათი პრობლემა არის, არც მათი მონაწილეობით მოემატება რამე ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს არის უკვე გაცხადებულად ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფები და არც მათი არ მონაწილეობით დააკდება საერთოდ რამე არჩევნებს. ამიტომ მათი პრობლემატიკა არის ეს, ხედავთ ჩვენ საერთო ჯამში, ხო აი პრობლემა რაში ეს საკითხი, ქართველი ხალხი რომ ამ პარტიებს მანდატს არასდროს არ მისცემს, ეს ჩანს თუნდაც მათი ქცევიდან, მაგრამ ერთ რამაზე დავფლე, ვისზე დადო ფსონი იმ ეგრეთ წოდებულმა ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის, როდესაც აი ამას უყურებ, ხომ? ვისზე დადო ფსონი და ვინ დადიოდა საარჩევნო კამპანიაში, რომელი ქვეყნის ელჩები იყვნენ ჩართული პირდაპირ იმისთვის, რომ მოეყვანათ ხელისუფლებაში ვინ? სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები, თაღლითები, ადამიანები, რომლებიც დემოკრატიას არ აღიარებენ, აი ამათზე დებდა ფსონს და მე შემდეგ გამოდიან ეს ელჩები თუ პოლიტიკოსები, უცხოელი თუ ასე შემდეგ და გვეუბნებიან, გველაპარაკებიან ღირებულებებზე, აბსოლუტურად ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფები ყავთ ფავორიტებად ამორჩეული. ასე რომ კიდევ ერთხელ მათ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანეს მაშინ, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ
უცხო ძალების ინტერესის გატარებას. მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, მაშინ დაღუპეს თავი როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე. რა თქმა უნდა, ახლა ამიტომაც ესე შესწიცინებენ თვალში, ხან ერთ ქვეყანაში შედან, ხან მეორეში ხედავთ, ხომ? ვინმე გინახავთ სადმე რეგიონში ჩადიან ეს ხალხი, რაიმე აქტივობა აქვთ, ერთ-ერთ სადაც დადიან საზღვარგარეთ. იმისთვის რომ ჩავიდნენ, მიიღონ ინსტრუქციები და დაბრუნდნენ შემდეგ ამ ინსტრუქციების შესასრულებლად. თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა ჩავიცვალოთ ბატონო, ეს თემა ამ თემას ამოწურებთ. იმიტომ რომ ბულინგი მიდის ოპოზიციაში, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას ამ საკითხში. ორივეს მოგისმენ და გიპასუხებთ. თქვენც მოგისმენთ. თვითმმართველობის თემას ამოწურავ, ხო? თვითმმართველობის არჩევნებზე ბარემ ამოწურავ ამ თემას, აი მაგალითად მიდის იმ პარტიების ბულინგი, ვინც ღიად აცხადებს, რომ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. საბოლოო ჯამში ოპოზიციაში ეს დაპირისპირება სადამდე შეიძლება მივიდეს და შეძლებს თუ არა ოპოზიციური სპექტრი ერთ პოზიციაზე შეჯერებას. ყველა სამიზნე არის ეს ლელო და და 15 მილიონი არის სანაცვლოდ რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. და რა? ვიტყვი. ხო, 15 მილიონი არის სანაცვლოდ რომ მიიღებს. ხო, არ ვიცი ხა მეც მედიიდან მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიცი ხა არის სანაცვლოდ, მაგრამ ფაქტია კიდე ერთხელ, რაც შეეხება იქნება ეს დაფინანსება თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, სრულად ჩამოკიდებული არიან უცხო ძალებს. ანუ ეს ხო ნახეთ ჩვენ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ბოლოს ელჩებიც კი ჩაერთნენ, ოღონდ რაღაცნაირად მიეღწიათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ ანტიქართული ძალები და ამანაც არ უშველა, ხო? ასე რომ არც 15 მილიონი ურჩევნის და არც 115 მილიონი, როდესაც გვაქვს საქმე ანტიქართულ მოძრაობასთან. როგორ შეიძლება საქართველოში გაიმარჯვოს ანტიქართულმა ჯგუფებმა? ეს ხო გამორიცხულია. როგორ შეიძლება ქვეყანაში, საქართველოში ანტიქართულმა ჯგუფებმა გაიმარჯვონ, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს. ხოლო რაც შეეხება ბულინგს, ხო რა ვიცი, აიტანონ ახლა ერთმანეთს ბულინგი. ეს მათი შიდა პრობლემა არის, ვინვის აბულინგებს, ვინვის არ აბულინგებს. პრობლემა არის, საკითხი არის მარტივად. არიან მარიონეტი ფიგურები, რომელსაც სრულად იმართებიან გარედან, ეს დამტკიცდა, დადასტურდა იმით, რომ არჩევნებში რამე ხელის დაატარებდნენ, რომ და მათ მესიჯებს, ასე ვთქვათ, ულაგებდნენ და იმეორებდნენ უცხოელები იმისთვის, რომ რაღაცნაირად იქნებ გაეთრიათ ხელისუფლებაში და დასტურდება მათი ყოველგვარი ქცევა, მათ შორის იმით, რომ ყოველ მესამე დღე უცხოეთში შეხედა. რა უნდათ უცხოეთში? ანუ საქართველოს საკითხები ხომ არის გამონათქვამი, რომ ქვეყნის საკითხები არ უნდა წყდებოდეს მის ფარგლებს გარეთ. მათ უნდათ, რომ საქართველოს საკითხები გადაწყდეს სხვა დედაქალაქებში და სხვა ქვეყნებში გადაწყდეს. პირდაპირ ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ იქნება ვიღაცამ რაკეტა გვესროლოს და დაგვბომბოსო. გახსოვთ ხომ ტორეს ამოსი, რომელიც ამაზე საუბრობდა, რომ იქნება ერთი რაკეტა ზუსტი დამიზნებით მოახვედრონ რაიმენაირად რუსთაველს და ამობუგონ აქაურობა და ეშველებად. ხედავთ, რომ პირდაპირ სიძულვილის გარემოს წაქეზება და დაფინანსება ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. პირდაპირ ფინანსდება სიძულვილის გარემო ევროკავშირის ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ შექმნან სწორედ აი ასეთი მდგომარეობა, ასე რომ კიდევ ერთხელ, როცა არიან მარიონეტები უცხო ძალების, საბოლოო ჯამში მათ არავინ არაფერს არ შეეკითხება და როგორც რასაც დაავალებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან, მისცემენ მილიონებს დახარჯავენ, მისცემენ თეთრებს და ამ თეთრებაცაც კი მზად იქნებიან, რომ შეასრულონ დავალებები. ჩორჩანის საქმეზე გრძელდება გამოკითხვები, ეს გამოიკითხება ყოფილი სამინისტრი ბანუმა ჭავარიანი, რომ უთხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით რა არის ის მთავარი კითხვები, რამაც გამოძიება პროცესს. მე მგონი უკვე ყველაფერი მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის და ადამიანურ დონეზე გარკვეული არის, სამართლებრივი შეფასებები რა ექნება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავად ისტორია უკვე გაირკვა, რაც არის. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე კონტროლი სრული ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების და იყო რისკი, რომ ეს კონტროლი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა იქ პუნქტი, ასე ვთქვათ, და რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ისედაც ვერ აკონტროლებდა ხელისუფლება ამ ტერიტორიას
და დავკარგეთ, არაფერი არ დავკარგეთ თუ არა და რა ვიცი ხარ მართლა იქ ხო არ ხდება სხვა კონტინენტზე ეს ყველაფერი აქვეა ხომ ხო ვიცით თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ რომელიც პირდაპირ ამბობს აგერ ტერიტორია არის 1 მილიონი კვადრატული მეტრი სადაც მანამდე შევდიოდით რომელსაც ვიყენებდით ამ გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებდით ვერ ვიყენებთ არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას ახლა ხო მარტივი საკითხი არის ასე რომ ამ ხრივ ყველაფერი გაირკვა საინტერესო არის ის რომ სხვა დროს ოპოზიცია და მისი მედიები თუ კი ყველაფერზე ასე ვთქვათ გრძნობიერად რეაგირებენ მილიონი კვადრატული მეტრის საკითხი თავის დროზეც ყურადღების მიღმა დატოვეს და მიაჩუმათეს და დღესაც მაინც და მაინც როგორც ჩანს ამ საკითხზე არ დარდობენ ასე რომ ადამიანურად ჩემთვის და მე ვამბობდი ამას მე როგორც მოქალაქეს მაინტერესებს რა მოხდა იქ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის სიტუაცია გარკვეული არის უკვე სრულად საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიას რომელსაც გიორგი გახარიას ქმედების გამო და ეს არის პირდაპირ მიზეზშედეგობრივი კავშირი ვეღარ აკონტროლებს თარიღებითაც შეგახსენებთ 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ ასე ვთქვათ შეხვედრების დროს სადაც ევროკავშირიც არის ჩართული იქაც გამოითქვა პროტესტი რომ მოხსენით ეგ საგუშაგო გადაიტანეთ იყო უარი რომ არ გადაიტანენ არცად საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციულ საზღვრის მიღმა რომლის აქეთაც როგორც წესი არ მიყვება ხოლმე საოკუპაციო ხაზი ასე რომ საოკუპაციო ხაზის გადმოსვლით ანუ აქეთ ხარ სადაც ხელისუფლება მანამდე აკონტროლებდა გიორგი გახარიას ქმედების გამო ჩაიდგა საგუშაგოები და მილიონი კვადრატული მეტრი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მიღმა მთავრობის წევრი იყო მაშინ თუ სწორად მახსოვს და რა თქმა უნდა მთავრობის წევრებთან არის კითხვები იცით რომ ის ინფრასტრუქტურის მინისტრიც გამოიკითხა სუსის მასშინდელი ხელმძღვანელიც გამოიკითხა ფინანსთა სამინისტროც ჩართული უნდა ყოფილიყო ან ინფორმირებული ამ საკითხზე და რა თქმა უნდა საინტერესო არის ალბათ ნე ჩაიდგა მაგრამ მოიცავთ ამ საგუშაგოზე გაჩნდა რუსული დროშები და ეს ყველაფერი გააკეთა ვახტანგ გომელაურმა და გრიგორ მილუაშვილმა ეს ორი გვარი დაასახელა თქვა რომ ამ დროს ის პრემიერად გადადიოდა და დრო იხელთესო ამ ადამიანებმა და რაღაცნაირად ესე აღმოჩნდა ფიქრობთ თუ არა რომ მილუაშვილი შეიძლება ნახოთ გამოკითხვაზე ივლისში გაახსენდა ეგ ამბავი და აპრილში არ ახსოვდა ხო ჯერ ეს ერთი ცდილობდა რაღაც თარიღებით დაბნევას საზოგადოების და 5 სექტემბერს ჩაიდგა ეს რუსული საგუშაგოები 8 სექტემბერს აირჩია პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერად ასე რომ არ ვიცი ხა რაზე საუბრობს საერთოდ თუ რა ვიცი პრემიერს ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრად ამხელა ძალაუფლება ჰქონდა რომ სუსთან შეუთანხმებლად პრემიერთან შეუთანხმებლად უსხებთან შეუთანხმებლად საგუშაგოს დგავდა და პრემიერი რო გახდა დააკვდა ძალაუფლება და ხელისუფლება ანუ ხო სისულელი აბსოლუტური ჩვენ ჩვეულებრივად აი თავად მისი ქცევაც პასუხებიც ერთობლიობა ამ გამოკითხვისას თუ შევხედავთ ხედავთ ადამიანს რომელიც უბრალოდ უტიფრად იტყუება იქვე ამბობდა ტყუილს და იქვე უმტკიცებდნენ რომ ეს იყო ტყუილი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ან ჩვეულებრივად ადამიანი რომელსაც შეუძლია იმის გამო რომ იმ მომენტში გამოძვრეს სიტუაციიდან თქვას ისეთი მამალი ტყუილი რასაც ქვია რომელიც ნუ რამდენიმე წუთში იქნება მხილებული მაგრამ ნუ იმისთვის რომ იმ წამს რაღაცნაირად გამოძვრეს ტყუილებით ცდილობს რომ ფონს გავა მაგრამ მინდა მადლობა გადაუხადო უპირველეს ყოვლისა საგამოძიებო კომისიას რომელმაც არც ერთი ასეთი მცდელობა არ გაუტარა მათ შორის ფიქრობდა მე მგონი და ბოლოს გამოჩნდა თავად არ ერკვევა ეფექტური კონტროლი ტერმინი რას ნიშნავს და ამ ტერმინების ბრახაბრუხით ფიქრობდა რომ დააბნევდა საზოგადოებას და იქვე 2 წუთში განუმარტეს რას ნიშნავს ეფექტური კონტროლი, როდესაც შენი
შენი როდესაც ტრაქტორებს დაატარებ ტერიტორიაზე უპრობლემოდ და ამბობ რომ მე ეფექტური კონტროლი არ მაქვს და ტრაქტორებს დაატარებ, ნუ ეს ერთი მეორეს გამორიცხავს. იქვე აი 2 წუთში გაიშიფრა მისი თაღლითური ტყუილები. ასე რომ მე მგონი ესეც პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი იყო რომ საზოგადოებამ დაინახა რასთან ქონდა საქმე გიორგი კახარიას სახით და ნუ ეხა მისი ქცევაც ამ ყველაფერზე მეტყვი. ფოტო ვიდეო გადაღების აკრძალვის გამო ქართულ ოცნებას ჩემი მე რო პოლიტიკაში შემოვედი სამთვეში გადადგა. სასამართლოში ფოტო ვიდეო გადაღების აკრძალვის გამო ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ კრიტიკას როგორ პასუხობთ და კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა რა მოტივით მიიღო? ქვეყნის გარეთ ვინ აკრიტიკებს არ ვიცი შეხედონ რა წესები არის ევროკავშირში და ყველგან ეს წესები არის. ეხლა ეს ხო არ შეიძლება ხო არ არსებობს არა პირველ ხარისხოვანი და მეორე ხარისხოვანი ქვეყნები. ხომ არ არსებობს რაღაც ზედაფენა ადამიანების და ქვედაფენა ადამიანების. ხო ჩვენ ხო არ ვართ რაღაც მეორე ხარისხოვანი საზოგადოება, რომელზეც არ უნდა გავცელდეს ის წესები, რომელიც შეიძლება სხვა ქვეყნებში არის. ევროკავშირში შეხედეთ რა წესები, ყველგან ზუსტად იგივე წესი არის, რაც ჩვენთან იქნა შემოღებული პირდაპირ გაშუქებასთან დაკავშირებით და ვიდეო ფოტო გადაღებასთან დაკავშირებით. რაც იყო რეაქცია, რა თქმა უნდა, ეს იყო საკანონმდებლო ორგანოს რეაქცია იმაზე, რასაც ჩვენ ხედავდით. გარედან წახალისებულს, ზოგიერთი საელჩოს და დონორის მხრიდან წახალისებულ ქცევას, რომ სასამართლო დარბაზებში ყოფილიყო ისტერია. და ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად პროცესს მართლმსაჯულებისა, ვინაიდან სამართლიანი სასამართლო ვერ განხორციელდება ისტერიის პირობებში. მიტინგებზე მართლმსაჯულება არ ხორციელდება. მიტინგებზე და თავყრილობაზე ლინჩის წესით შეიძლება გასამართლოს ადამიანი, მაგრამ მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლო მიტინგებზე და ისტერიის პირობებში არ ხორციელდება. და ზუსტად ამას ხედავდით ჩვენ, რომ ან თავად მედია აწყობდა იქ ისტერიას, ან მედიის მიერ მაგათ თქვა პირდაპირ ეთერით გაშუქება და ასე შემდეგ და ვიცით ეს რა ეფექტს ახდენს ხოლმე ზოგიერთ ადამიანზე, ხელს უწყობდა და ახალისებდა ისტერიული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც ყველაზე მეტად აზიანებს ბრალდებულებს და განსაჯელებს. ყველაზე მეტად მათ აზიანებს საბოლოო ჯამში. ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო გვაჩვენა მათ შორის ამ რამდენიმე დღემ, რომ ერთი ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, ყველაფერი რაც ხდება სასამართლო დარბაზში იცის საზოგადოებამ, ხედავთ რომ ვიზუალურადაც გამოსავალი ნახა მედიამ და შეხედეს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ჩანახატებსაც კი ვხედავთ ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ მედია შედის, შეუძლია რეპორტაჟი აწარმოოს და გამოიტანოს ინფორმაცია რაც იქ ხდება, მხარეები იქ არის რაც მთავარია, ეს სასამართლო არ იმართება იქ დამსწრე საზოგადოებისთვის. ეს სასამართლო იმართება მხარეებისთვის უპირველეს ყოვლისა, რომ მათ ქონდეთ საშუალება ნორმალურ პირობებში მუშაობის. და ჩვენ ვნახეთ გუშინდელი ინციდენტები, როდესაც აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივი უცხოეთიდან დაფინანსებული ისტერია. მათ შორის ვნახეთ NGO-ს წარმომადგენლები, რომელიც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს. ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებული NGO-ები გუშინ იქ იდგნენ და ეს ისტერიას აწყობდნენ სასამართლოსთან. ასე რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ აქვს საჯაროობას, ვინცაც აქვს სურვილი შეუძლია დაესწროს სხდომას და თვალყური ადევნოს, მათ შორის ჟურნალისტებიც ესწრებიან. არანაირი პრობლემა არ აქვს გაშუქებას, ვინაიდან ჟურნალისტები იქ არიან და ეს ამბავი გამოაქვთ და ლამის ყოველწუთიერი ინფორმაცია არის და სასამართლო მიმდინარეობს შვიდ გარემოში. საერთო ჯამში მოგებული არის ჩვენი საზოგადოება სამართლის სასამართლოს პრინციპი. მინდა გითხრათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დამატებასთან დაკავშირებით, როგორ გესახებათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დამატება, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ეკონომიკური და მაგალითად დიპლომატიური ირანთან უფრო და უფრო მეტად აქტიურდება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ძალიან ბევრი ირანელი, აკეთებენ კომპანიებს და ფაქტობრივად გზამკვლევებიც გიკეთდება იმასთან დაკავშირებით, როგორ შეუძლია ირანს საქართველოს დახმარებით სანქციებს აყიდოს გვერდი. აი ამ ფონზე, აი ამ მზარდი ეკონომიკური დიპლომატიური ურთიერთობების და აქტიურების ფონზე ამერიკასთან ურთიერთობებს როგორ გავაგებთ? ჩვენ ამ რეგიონში არ ჩამოსულ ვართ 10 წლის წინ, 100 წლის წინ, ან თუნდაც 1000 წლის წინ თუ 1500 წლის წინ. ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეგიონში, იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომელიც ამ რეგიონში არის.
ჩვენი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, თქვენი კეთილდღეობა, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, რომელსაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ანუ მშვიდობა ჭირდება და განვითარება ჭირდება. და ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ერთი მხრივ რეგიონში იყოს მშვიდი გარემო და მეორე მხრივ საქართველოს მის რეგიონში კონდეს შესაბამისი ურთიერთობა ქვეყნებთან, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ასე რომ ჩვენ ვართ ნაწილი ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელიც ცდილობს ზუსტად მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობას და ამის ასე ვთქვათ, იმ ჭრილში დანახვას თუ რამდენად ხელს უწყობს თუ არ უწყობს თუნდაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. კითხეთ ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც საელჩოს, როგორი თანამშრომლობა არის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის და სექტორს შორის. კითხეთ, რამ საქართველოს არის თუ არა დასაყრდენი მათ შორის მშვიდობიანი ტერორიზმისგან თავისუფალი რეგიონისა. საქართველოს ლიდერია ყოველთვის შეფასებებში, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმისგან, ასე ვთქვათ, თავისუფლებას, ან თავისუფალ გარემოს და უსაფრთხოების გარემოს. იქნება ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები, თუ იქნება ეს ყოფითი უსაფრთხოების საკითხები. შეადარეთ თბილისი ნებისმიერ დედაქალაქს ევროკავშირში. ნებისმიერ დედაქალაქს შეადარეთ და სადაც უფრო უსაფრთხოდ გაივლის ტურისტი თბილისში თუ იმაში რა ქვია პარიზში თუ თბილისში თუ ლონდონში თუ თბილისში თუ ბარსელონაში თუ მადრიდში, აბა მოიკითხეთ ერთი და მე მივხვდებით თუ რამდენად უსაფრთხო გარემო არის საქართველოში. ასე რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო იმის ჩვენება, რომ საქართველოს არის სანდო პარტნიორი არა მხოლოდ რეგიონში უსაფრთხოებისთვის, ტერორიზმის არდაშვებისთვის, არამედ საერთაშორისო მისიებშიც მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლის დროს. ეს რაც შეეხება სანქციებიდან თავის არიდების საკითხს, ჩვენ ნახეთ, რომ ყველაფერი ეს იყო ტყუილი, მათ შორის ტყუილი, რომელიც მოდიოდა ბრიუსელის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, როდესაც საქართველოს აბრალებდნენ სანქციების გვერდის სავლას. გვახსოვთ ჩვენ ევროპარლამენტი პირდაპირ ჩვეულებრივ დეზინფორმაციას ავრცელებდა საქართველოსთან დაკავშირებით და ასე რომ დეზინფორმაცია იქნება, ვინაიდან არის პოლიტიკური ინტერესი, რომ საქართველოში მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვს ამის ინტერესი და ძირს უთხრიან ამიტომ ქართული ხალხის არჩევანს. ასე რომ ერთი არის დეზინფორმაცია, მეორე არის სიმართლე. დანია, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ღიად ამბობს, რომ მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს ქართული ოცნების წინააღმდეგ და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დიეგო კოშტამ ევროკომის დიეგო კოშტამ გაფართოებაზე საუბრის დროს საქართველოს საერთოდ აღარ ახსენა. რას ნიშნავს, როცა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა სანქციებს მხარს უჭერს და დიეგო კოშტა საერთოდ აღარ ახსენებს. ზოგადად სამწუხარო, როდესაც ხედავთ ზოგიერთი ევროპელი ხელისუფლების მხრიდან მტრულ პოლიტიკას ქართული ხალხის მიმართ. და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ იმ კრიზისს, რომელიც ევროკავშირში არსებობს ღირებულებების მხრივ, როდესაც არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებული, არის ცდილობა, რომ ევროკავშირი იქცეს აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტად, ეს რა თქმა უნდა არის პირდაპირ ღალატი ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპებისა. ჩვენ ხედავთ ასეთ ღალატს, როგორც ჩადიან ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა, თუ დანიის ხელისუფლებას ჰქონდეს აქვს ესეთი განცხადება, ესეც არის ღალატი ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპებისა, ვინაიდან მაშინ გამოდის, რომ დანია შეეცდება ევროკავშირი გამოიყენოს აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტად.
ასე რომ ამას აღარანაირი კავშირი უკვე ევროპასთან აღარ აქვს. ეს არის მცდელობა, რომ ორგანიზაცია, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ არ ესმით ასეთი განცხადებების ავტორებს, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები. რაც შეეხება კონკრეტულად დანიას, შეგახსენებთ თქვენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ დანიის ხელისუფლების დაფინანსებით წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა რადიკალური ოპოზიცია. შეგახსენებთ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიის ფესტივალებს, რომელსაც დანიის საელჩო აფინანსებდა და რომელიც იყო პირდაპირ ლელოს და სხვა პარტიების სააგიტაციო კამპანია. იმასაც შეგახსენებთ, რომ თავიდან სცადა დანიის საელჩომ თავის მართლობა თქვა, რომ ეს NGO-ს აფინანსებს და იმასაც შეგახსენებთ, ეს NGO აღმოჩნდა შემდეგ ლელოს შემადგენლობაში, ლამის მთლიანად ეს NGO, რომელიც შემდეგ ჩამოყალიბდა თავისუფლების მოედანი დაირქვეს. ასე რომ დანიის ხელისუფლების ფული ერეოდა საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში და მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებისა დანიის ელჩის მიმართ თუ დანიის ხელისუფლების მიმართ არაფერს არ აკეთებდნენ. სანამ ინტერვიუ არ მივეცი დანიის მედიას და სანამ დანიაში მედიის მხრიდან არ იქცა საერთოდ სკანდალად, რომ დანიელი მოქალაქეების ფული სადღაც საქართველოში, სხვა ქვეყანაში იხარჯებოდა, რომ გამოიყენებოდა არჩევნებში ჩასარევად. სანამ მედია სკანდალად არ იქცა, მანამდე რეაგირება იყო ნული დანიის საელჩოს მხრიდან, ნული დანიის ხელისუფლების მხრიდან და როდესაც გაუსკანდალდა საკუთარ ქვეყანაში, მაშინ შეწყვიტეს არჩევნებში ჩარევის დაფინანსება. ასე რომ ეს გამოცდილება ამაზე სხვა შორის ისე შეწყვიტეს, რომ მე ბოდიში არ მოუხდი ამაზე არც დანიის საელჩოს, არ დანიის ხელისუფლებას. ანუ შედგა აქტი ჩარევისა, ამან თავისი გავლენა რა თქმა უნდა იქონია არჩევნებზე, იმიტომ რომ იყო ჩარევა, იყო უკვე ღონისძიებები ჩატარდა, ანუ მოხდა უკვე გავლენა ამომრჩევლის ნებაზე. შემდეგ იმის გამო რომ დანიის მედიას მივეცი ინტერვიუ და იქ გახდა ეს სკანდალი, მოუწვიათ ამის შეწყვეტა, მაგრამ დღემდე დანიის საელჩოს ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის, რომ მისი დაფინანსებით ხდებოდა არჩევნებში ჩარევა. ასე რომ პრობლემა არ არის და იღვაწონ და სანქციების, მაგრამ ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს რომ ერეოდნენ და აი მე ამის შემდეგ ბოდიშს რომ მოუხდიან ქართველ ხალხს რომ მის დემოკრატიული ნების ჩამოყალიბებას გავლენას ცდილობდნენ, ამის შემდეგ კი ბატონო სანქციებს მიხედონ, მაგრამ ჯერ საკუთარ თვალში დაინახონ დირე და მოიხადონ ბოდიში და მე ეძებონ ბეწვი არის თუ არა ჩვენ თვალში და რამდენად ნიპოვიან ამ ბეწვს ეს კიდე სხვა საკითხია. დაბრალება ადვილი არის, მაგრამ მტკიცება არის რთული. თავისთავად ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, რასაც ჩვენ თვალი ვადევნეთ. იცოდნენ პირდაპირ ადამიანებმა, რომ ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მეორე, იცოდნენ, რომ ისინი არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს. მესამე, იცოდნენ, რომ ამ დარღვევისთვის არის სასჯელი გათვალისწინებული და მიუხედავად ამისა დემონსტრაციულად დაარღვიეს. კი არ შემოერღვიათ, არ იცოდნენ, ეს შედეგი დადგებოდა თუ რა იქნებოდა, დემონსტრაციულად დაარღვიეს. ანუ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, რაც დანაშაულების კატეგორიებში ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა, როდესაც შენი мотивация არის პირდაპირ სახელმწიფოსთვის და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენება და ძირის გამოთქვა. ასე რომ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, იცოდნენ რა იქნებოდა შედეგი, წავიდნენ ამ შედეგზე, თავისთავი დაისაჯეს თავის საკუთარი ნებით. მე ის მიკვირს ზოგიერთი ელჩი რომ გამოესარჩლა ამ ადამიანებს, ანუ გამოდის რომ ისინი მხარს უჭერენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, რაც თავისი არსით არის ექსტრემიზმი. ყველა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ეს არის ექსტრემიზმი, ანუ გამოდის რომ ეს ელჩები რომელიც გამოესარჩნენ ამ ექსტრემიზმს მხარს უჭერენ ექსტრემიზმს საქართველოში. თავისთან გერმანიაში ექსტრემიზმს ებრძვიან, საქართველოში ექსტრემისტებისგან ბინას ქირაობენ და მხარს უჭერენ. ესე უნდა გავიგოთ ევროპული ღირებულებები. ესეც კიდე ერთი მაგალითი, რომ ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში
სულაც არ ნიშნავს ევროპულობას და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ დროა რომ ქართველებმა ევროკავშირს დავანახოთ, რას ნიშნავს ევროპულობა. იმიტომ ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირში ზოგიერთს საბჭოთა ბაცილა შეეყარა, ზოგიერთს რაღაც ძალაუფლების ტკბობა აქვს და საქართველოს როგორც პატარა ქვეყანა ზემოდან დაყურებს, ამიტომ ქართველებმა უნდა ვაჩვენოთ ბრიუსელს და სხვა დედაქალაქებს, რას ნიშნავს ევროპულობა. ჩვენ ეს ვიცით, უკვე 1000 წლეულები არის და აქედან გამომდინარე ჩვენ ჩვენი სიტყვა გვეთქმის ამასთან დაკავშირებით. მადლობა.